რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბაკურიანი 2025-ის მშვიდობის ცეცხლის ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგულაძემ, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სპილოს კაბრალოსმა, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბალოვმა, ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა, იტალიის მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. ცერემონიაზე შალვა გოგულაძემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. სპორტის მინისტრმა ისაუბრა ბაკურიანი 2025-ის ორგანიზებაში საქართველოს მთავრობის ხელშეწყობის შესახებ და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა ფესტივალს მაღალ დონეზე უმასპინძლოს. ცერემონიის ფარგლებში სპიროს კაბრალოსმა ახალგაზრდული ოლიმპიური საფესტივალების სიმბოლო ზეთისხილის ხე შალვა გოგულაძესა და ლერი ხაბალოვს გადასცა, რის შემდეგაც საზემო დაინთო მშვიდობის ცეცხლი. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ფიგურულ სიგურავობაში 2017 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორმა ნიკა ეგაძემ და სამთო მოთხილამურე ანასტასია მირიანიშვილმა. ბაკურიანი 2025 9-16 თებერვალს გაიმართება. ახალგაზრდა სპორტსმენები ზამთრის სპორტის 8 სახეობაში იასპარეზებენ. დასიხარულოა, რომ საქართველო იქნება ევროპის მერვე ქვეყანა, რომელშიც ჩატარებული იქნება როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით თბილისში, ბაკურიანსა და ბათუმში აშენდა თანამედროვე ტიპის სპორტული ობიექტები, სადაც იასპარეზებენ ევროპის 46 ქვეყნის ათლეტები. საქართველო მზად არის ასეთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლოს უმაღლეს დონეზე. დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისათვის. ქალაქ რომში აინთო მშვიდობის ცეცხლი, რომელიც ძალიან მალე 22 რიცხვში ეწევა ჩვენს ქვეყანას, ასევე იქნება დროის ათვლა 50 დღე დარჩება ფესტივალის გამართვამდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცეცხლი გააერთიანებს მთელ საქართველოს. დღეს ისტორიულ ნაგებობაში თქვენ ნახეთ, რომ გამოგვცეს ცეცხლი, ეს არის სიმბოლო ოლიმპიური მოძრაობის და ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის იგივე ატრიბუტით ტარდება რაც დიდი ოლიმპიური თამაშები და სტარტი აიღო ფაქტობრივად ჩვენმა ცეცხლის მოგზაურობამ საქართველოში 50 დღის განმავლობაში იმ მოგზაურობის ცეცხლი და რა თქმა უნდა 9 თებერვალს უკვე დაინთება ბაკურიანში და გაიხსნება ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.